მშვიდობისა, ეს არის YouTube-ი, სოციუმზე. თქვენ უყურებთ პოდკასტს ნიკუშასთან თავარ როლში და სტუმრად მყავს მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო აკადემიის წევრი და ჩემი მოგვარე, ნათლია ჩემი, რევაზი ლორკასი. ეს საღამოთმისა. მოგესალმებით, ერისმითა და გებით. ხარია რომ დაფიქრეთ რო გამონახეთ. ყოველთვის მზადა ვარ ახალგაზრდებისთვის და თუნდაც დღეს ძალიან ჭირდება საზოგადოებას ეკონომიკის გაჯანსაღება და ეს თეთი მართლა ჩემი გამოცდილებით ვცდილობ რომ რაღაც სარგებელი გავწიო ამაში. როგორც გავიგეთ, გლობალურმა ენციკლოპედია ვიკიპედიამ გამოაქვეყნა თქვენი აღმოჩენა სრულყოფილი კონკურენციის შესახებ. საზოგადოებას აინტერესებს თუ რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ეკონომიკისათვის და რა მდგომარეობს თქვენი აღმოჩენის არსი. აქამდე კლასიკოსებს ეკონომიკაში ჰქონდათ ჩამოყალიბებული შეხედულება ეგრეთ წოდებული სრულყოფილი კონკურენციის შესახებ. მათ მიაჩნდათ და დღესაც ეს მიღებულია და ალბათ ყველა უცნობთ, რომ თუ საზოგადოებაში კონკურენცია არსებობს და ეს კონკურენცია ჯანსაღია, არ არის დეფორმირებული, არ არის დაზიანებული, არ არის ფარული შეთანხმებებით, ასე ვთქვათ, ხელოვნური იერის და დატვირთვების მატარებელი, მაშინ ეკონომიკა მეტად წარმატებული ხდება. ეს აქსიომაა და ყველას კარგად ესმის. მაგრამ აი რა არის სრულყოფილი კონკურენცია, როგორ შევაფასოთ ის? აი ამის გააზრებისთვის ჩემი აზრით ადრე ჰქონდათ გარკვეული მცდარი შეხედულება. მათ მიაჩნდათ, რომ რაც უფრო მეტია კონკურენტთა რაოდენობა და ეს რაოდენობა მათ მიაჩნდათ, რომ უნდა ყოფილიყო უსასრულობისაკენ მზარდი, მით უფრო სრულყოფილი იქნებოდა კონკურენცია. ერთი შეხედვით კარგია ბაზარზე, როცა ბევრი კონკურენტია, ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ რაღაც შეთანხმებები მოხდეს და მონოპოლიები გაჩნდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ვინაიდან შესაძლებელია, რომ ბაზარზე იყოს სიტუაცია, რომ აი თუ გნებავთ ხელოვნურად შექმნილი, რომ იყოს მრავალი კონკურენტი, თქვა 100,000 და მათში ერთი იყოს რაღაც ძალიან ძლიერი, ხელოვნურად ჰქონდეს შექმნილი რაღაც კონკურენტული გარემო და ამ დროს ის იყოს მონოპოლისტი. აი თუ ავიღოთ ახლა თვალსაჩინო მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული სისტემა, ორპარტიული, ორპოლისიანი სისტემა, რომელიც მეგონი ყველა თანხდება ამაზე, რომ უხარვეზო რა თქმა უნდა არავინ არ არის, მაგრამ მაქსიმალურად სრულყოფილი დემოკრატია. ამ დროს აი მაგალითისათვის სადამ ჰუსეინის პერიოდში ერაყში 50-ზე მეტი პარტია იყო დაფიქსირებული, მაგრამ ჩამოყალიბდა დიქტატურა და ეს დიქტატურა ძალიან თვალსაწინი გახდათ და მისი შედეგებიც ყველასათვის კარგად ცნობილია. ამიტომ რაოდენობიდან გამომდინარე არ შეიძლება ვიმსჯელოთ სრულყოფილებაზე კონკურენციის. მით უმეტეს, რომ აი ელემენტალურად შეგვიძლია ასეთი მაგალითი მოვიყვანეთ. მე ინტენსიურად ვცდილობ მათემატიკის, ფიზიკის გამოყენებას ეკონომიკაში და საინტერესო შედეგები მოდის და როდესაც ფიზიკის ეგრეთ წოდებული დენის ძალის ცნობილი ომის კანონი გამოვიყენე, ძალიან წარმატებული შედეგი მივიღე კონკურენციის ძალის განსაზღვრისათვის და ამან მიმიყვანა იმ ხედვამდე, რომ აი ბევრმა კონკურენტმა შეიძლება შექმნას მოკლე ჩართვის ეფექტი, როდესაც გადაიწვება ეკონომიკა ზედმეტი ჭარბწარმოებითი პროცესებისაგან და შესაძლებელია, ასე ვთქვათ, სასიკეთო შედეგის მაგივრად ზიანი მივიღოთ. მართლაც აი დიდი დეპრესიის ეპოქა გვახსოვს ჩვენ გასული საუკუნის, როცა მეორე მსოფლიო ომის წინ, სწორედ აი ამ ჭარბწარმოებამ გამოიწვია ძალიან სერიოზული შეუთანხმებობები მსოფლიო წამყვან ქვეყნებს შორის და მსოფლიო ომიც მნიშვნელოვანწილად ამით იყო განპირობებული. ამდენად რაოდენობა კარგია, მაგრამ ეს უნდა იყოს ბუნებრივი და მეორე კანონმა და თან ამასთან ერთად თავად ატომის აგებულებამ დამანახა მე ის, რომ უფრო მნიშვნელოვანია ეკონომიკურ ორგანიზმში კონდეს ბალანსი ბაზრის ბირთვში. ანუ ბირთვი არის, როცა აი წამყვან კომპანიებზე ალაპარაკი, ბრენდებზე პირველი და მეორე ვთქვათ ბრენდი უნდა იყოს
თანაბრად ძლიერი, რომ გაჩაღდეს, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი კონკურენცია. და აი ასეთი ორპოლუსიანი, მე ვიტყოდი, ბირთვის, ატომური ბალანსის პირობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვთქვათ, მრავალრიცხოვნება, რომელიც ხელოვნურად შეიძლება იყოს შემოტანილი და დამაზიანებელი, როგორც ახლა ბევრი ხელოვნურობა ახდა ჩვენ კარგად გვახსოვს ავადმყოფ კომუნისტურ წყობას, როდესაც ეგრეთ წოდებული სოციალისტური შეჯიბრი შემოიღეს, მაგრამ ბევრი იყო მიწერა, მოტყუება, ხელოვნურობა ამაში და აი ასეთ შედეგებამდე მივდივართ, როდესაც ჩვენ რაღაც ხელოვნურად ვცდილობთ კონკურენტების გაზრდას. იყო ასეთი შემთხვევები დასავლეთშიც, როცა წარმატებული კომპანიები, მათ შორის Microsoft-იც შეცდომით, ასე ვთქვათ, დააჯარიმეს ვინაიდან ის იყო მოწინავე, ერთგვარი მონოპოლია გახდათ და დაანაწევრეს და მიიღეს გადაწყვეტილება მისი დაჯარიმების შესახებ. შემდეგში იცვალა ეს გადაწყვეტილება და მე ვიტყვი რომ მართებულად, ვინაიდან ეს მართლაც ნიჭიერებით და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით იქნა მიღწეული. ამიტომ ჩვენ იმას კი არ უნდა ვებრძოლოთ, რომ თქვათ კომპანია წარმატებულია და მონოპოლისტი ერთგვარად თუ ის არაკეთილსინდისიერად იქცევა, მაშინ უნდა დავარღვიოთ მისი მოქმედების თქვათ მასშტაბები. თუ ასე შემთხვევაში თუ ის კეთილსინდისიერად უძღვება საქმეს, სავსებით შესაძლებელია, რომ ის ბუნებრივი მონოპოლია იყოს ან თქვათ რაღაც გარკვეულ ეტაპზე თავისი ნიჭიერებიდან, ნოვაციებიდან გამომდინარე საზოგადოებას სჭირდებოდეს მისი ასეთი მდგომარეობა. პირადი და პროფესიული გზა პირველი თემა და თქვენი აკადემიური გზა თესლიდან დაიწყო და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცემდე მივიდა. როგორი მოქმედა ამ გამოცდილებამ თქვენ როგორც ეკონომისტის ჩამოყალიბებაზე? აი დედა უნივერსიტეტი ნამდვილად მე ვიტყოდი აი რაღაც განსაკუთრებული მართლის მატარებელი მხოლოდ უფალია, მაგრამ ამ შემთხვევაში ის მართლა უფლისგან მონიჭებული ამ ძლევამოსილებით არის აღჭურვილი და აი პირველ კორპუსში რო შევდიოდით, მაშინ ავათხსენებული კომუნისტური ათეისტური წარსული იყო, რაღაც განსაკუთრებული მოწიწება გვიჩნდებოდა, არა მხოლოდ მე შევადაგეს ვარ დაბადებული და ყოველთვის გქონდა ასეთი მოწიწება უფლის მიმართ, მაგრამ აი სტუდენტებსაც აი მაშინდელი პიონერის კომკავშირის აქტივისტებთან რაღაც რწმენის, დემამოსილების, ღვთისმშობლის, დავით აღმაშენებლის, აი მე მახსენდება მაშინ აკაკი შარლიძე გამოვიდა ჩვენთან სტუდენტებთან შეხვედრის დროს და მომიწია თქვათ ახალგაზრდების სახელით სიტყვის თქმა და დაუკავშირე დავით აღმაშენებლის ხსენების დღე უნივერსიტეტის დაარსების დღეს და გარკვეული შენიშვნა მივიღე რომ აი კომუნისტური წყობა იყო მაშინ და არასაჭირო აი ესეთი მეფეების და ასე თქვათ წარსულის მოხმობაო, მაგრამ მაინც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც იყვნენ მოწიწებულად და პატივისცემით ჩვენი წარსულის მიმართ. და ამან უნივერსიტეტის კედლებმა ნამდვილად იქონია დიდი გავლენა მიუხედავად იმ ყოველივე ნეგატიურისა, რომელიც მაინც არსებობდა და ხელოვნურისა იმ პერიოდში ჩვენს სულიერებაზე, ჩვენს პროფესიულ განვითარებაზე და დღემდე განსაკუთრებული პატივით ვიხსენებ ამ გამოცდილებას. რა იყო ეს მთავარი პრინციპი, რომელიც მთელი ამ გზის განმავლობაში არ შეგიცვლიათ? თავარი პრინციპი, იცით, არ ჩამithვალოთ ისე რომ რაღაც ხელოვნურად საუბრობ და რაღაც ეთმეც ვამბობ ან არაგულწრფელი ვარ. აი ნამდვილად პროფესიის სიყვარული ჩამომიყალიბდა მე პირველ რიგში სწავლის დროს და დღემდე მომყვება ეს. ალბათ ოჯახის წევრები არ დამტყავენ და პირველ ადგილზე ნამდვილად მიყენია ჩემი პროფესია, ვინაიდან როცა მე გამართული ვარ ჩემს ცოდნაში, ჩემს ასე ვთქვათ საქმიანობაში, მე უფრო ვადგები ჩემს ოჯახის წევრებსაც და საზოგადოებას მთლიანად. მე მიმაჩნია რომ ყველა უნდა იყოს დაინტერესებული პირველ რიგში აი თავისი შრომის უნარები დაინახოს, საკუთარი თავი აღმოაჩინოს და აი ესეთი საზოგადოება იქნება ძალიან წარმატებული ჩემი აზრით. თქვენ ხართ 1000-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ათეულობით წიგნის ავტორი. როგორ ინარჩუნებთ კვლევით ენერგიას რამდენი წლის განმავლობაში?
აი დღეს მივიღე კარგი ასე ვთქვათ ინფორმაცია ცნობა იმის შესახებ რომ ესეთი Global Health Promotion-ი არის ფლაგმანი ჩვენი სამეცნიერო ჟურნალებისა დარგის და აქვეყნებს შემშრომას ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და ამ ცხოვრების წესის მიმდევარი ვარ მიყვარს მარათონელი გახლავართ სპორტის სხვადასხვა დარგი მან შორის კალათბურთი შერეული ორთაბრძოლები და ასე შემდეგ და ახლა ეს ამ სფეროშიც გადამეტება ნამდვილად არ ვარგა მაგრამ გარკვეული ზომიერი ასე ვთქვათ სპორტული აქტიურობა აუცილებლად ეხმარება პროფესიულ ასე ვთქვათ ფორმის შენარჩუნებას და მე მიმაჩნია რომ ეს აუცილებელია განსაკუთრებით როცა ტექნიკური პროგრესია ყველაფერში მანქანებია კომპიუტერებია და უძრავი ცხოვრება გვიწევს და ამდენად უნდა შევქმნათ ისეთი გარემო სადაც სპორტული აქტივობები გვექნება დაუბრუნდები პირველ თემას და რას ნიშნავს თქვენთვის ის ფაქტი რომ თქვენი ნაშრომები აისახა ვიკიპედიაში და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში იცით დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებას, როდესაც ქვეყანა არ იქნება ვიღაცებზე და რაღაცებზე დამოუკიდებული, მაგრამ ეს არაფრით არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იზოლირებულების სამყაროსგან. მეცნიერება ზოგადად მოგეხსენებათ ყველაზე ესეთი ინტელექტუალური სფეროა და საზღვრები არ გააჩნია მას. ჩვენ ნებისმიერი მეცნიერის შრომას ვიყენებთ და ამით მეცნიერების განვითარების იმპულსებს ვაღვივებთ, ვანვითარებთ მას, ყველა შეთანხმებული ამაზე, რომ ეს საყოველთაოდ მიღებული ჭეშმარიტებაა და ისეც ასე ვთქვათ, ჩაკეტილი მეურნეობით და ჩაკეტილი ურთიერთობებით ქვეყანა ვერ წავაწინ, რაც არ უნდა წარმატებულ მდგომარეობაში იყოს. საერთაშორისო ურთიერთობები, ამას ეკონომიკური მექანიზმები, სქემები და ალგორითმები ადასტურებენ, რომ ურთიერთხელსაყრელი განსაკუთრებით, არა მხოლოდ ურთიერთხელსაყრელი, აი სპონტანური ურთიერთობებიც ყოველთვის ზოგადად გლობალური ეკონომიკის წინსვლას განაპირობებს. ხოლო ჩაკეტილი მეურნეობები შეიძლება ერთი პერიოდი რაღაც გარკვეულ სარგებელს იღებს, მაგრამ ვერ საზრდოებს მსოფლიოს საზოგადოებრივი მონაპოვრების საუკეთესო შედეგებით და შედეგად თვითონ იწყებს ასე ვთქვათ თავისი ციკლის უფრო სწრაფად დასრულებას. შემდეგი თემა ფარული ეკონომიკური მონოპოლიები და რატომ იქცა ფარული მონოპოლია თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად? აი ფარული მონოპოლიები მართლაც აი ძალიან სერიოზული წინაღობა ჩვენს პროგრესში, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ტექნიკური პროგრესი ძალიან შესამჩნევია, არნახული ტემპები აქვს ტექნიკის განვითარებას, ტექნოლოგიებს, ინფორმაციულ ნაკადებს და ასე შემდეგ მათი შენახვის საშუალებებს, მაგრამ აი მიუხედავად ამისა, რომ საზოგადოება მსოფლიო მთლიანად ძალიან გამდიდრებულია, ჩვენ ძალიან პოლარიზებული გვაქვს სამყარო და ღარიბების და ასე ვთქვათ უყვართა რაოდენობა საკმარისად მაღალია. ხშირ შემთხვევაში მატულობს კიდევაც არის პერიოდები, როდესაც კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს ხოლმე და ეს გამოწვეულია ძირითადად ასეთი ფარული მონოპოლიების არსებობით, რომლებიც ამ პროპორციებს არღვევენ, ითვისებენ იმ ქონებას, რომელიც საერთო ასე ვთქვათ მონოპოლია და აღურიცხავ სფეროში აქცევენ ძალიან დიდ რაოდენობას მთლიანი მსოფლიო პროდუქტისა. ამდენად ბრძოლა ამ ფარული მონოპოლიების წინააღმდეგ, იცით, აი ჩვენ მათემატიკურ რაღაც ალგორითმებს ვიგონებთ, ანალიტიკურ მექანიზმებს, ისინი განსაზღვრავენ სრულყოფილების ხარისხს, მაგრამ ამ ფარულ მონოპოლიებთან ბრძოლა მხოლოდ მათემატიკური მეცნიერული მეთოდებით არ არის საკმარისი. საჭიროა საზოგადოების ჩართულობა, რაღაც ფართო ინფორმაციული ბაზების არსებობა, გამოკითხვა უბრალო მოსახლეობის ბაზრის მონაწილეთა და ასე თანდათან მისვლა იმ ასე ვთქვათ მონსტრებამდე, რომლებიც ძალიან აზიანებენ ეკონომიკას. როგორ მოქმედებს ეს ფენომენი მცირე ბიზნესსა და თავისუფალ კონკურენციაზე? თავისუფალ კონკურენციაზე მოგეხსენებათ
აი ცით ხელოვნურად ამ თავისუფალი კონკურენციის შექმნა შეუძლებელი ეს ბუნებისგან მოცემული ნიჭია მე ვიტყოდი და უფალმა დაბერტყა კაცობრიობას ეს უნარი ეს არ არის რაღაც უფლის საწინააღმდეგო მოქმედება შეჯიბრიგ აი ოჯახშიც ახლა თუ ავიღებთ ჩვენ დაძმას მათ შორის თავიდანვე რაღაც კონკურენცია არსებობს უნდათ რომ აჩვენონ თავი მშობელს უკეთ და თავისი თავი მეტად წარმოაჩინონ მაგრამ ეს არ უშლის მათ ხელს რომ ერთმანეთი უყვარდეთ და თავის კი დადონ ერთმანეთისათვის. ამიტომ ეს კონკურენცია ოდითგანვე არსებობს, ასე ვთქვათ, ადამიანის ფუნქციონალურ მოქმედებებში, მაგრამ ის არ უნდა გასცდეს საზღვრებს და თუ საზოგადოება ნაკლებ სულიერია, ნაკლებ, ასე ვთქვათ, სამართლებრივ ჩარჩოებშია მოქცეული, ზოგჯერ ეს დაპირისპირებები შეჯიბრება გადადის, ასე ვთქვათ, კონფლიქტებში და ძალიან გართულებულ და საფრთხო ზიანებს აყენებს საზოგადოებას. ამიტომ ჩვენი მიზანია რომ კარგად განსაზღვროთ რა არის სრულყოფილი კონკურენცია და დავიცვათ ის ესეთი ფარული მოქმედებებისაგან. ჯანსაღი ცხოვრება და მეცნიერების დისციპლინა გვაქვს თემა და თქვენ აქტიურად ხართ მისდევთ ჯანსაღ ცხოვრებას და მონაწილეობთ მარათონებში. როგორ გეხმარებათ ეს ხანგრძლივ ინტელექტუალურად შრომაში? ცით მაგაზე სპეციალური კვლევაც მაქვს ჩაწერილი და ჩატარებული და აი დაახლოებით მე ვიტყოდი 15-20%-ით მინიმუმ წევს წარმადობას, შედეგიანობას სპორტული აქტივრობა. და ეს აქტივრობა უნდა იყოს რა თქმა უნდა ყოველდღიურად ვერ იქნება ესე თქვა ძალიან დატვირთული, მაგრამ აი კვირაში ერთხელ მაინც პროფესიონალმა, რომელიც ინტელექტუალია და დატვირთულია თავის საქმიანობით ზოგჯერ 10, 12, 14 საათით დღეში, ერთი დღე უნდა გამონახოს, რომ 2-3 საათი, ჩემი აზრით მინიმუმ ივარჯიშოს ინტენსიურად და ისე ყოველდღიურად ნამდვილად დილას-საღამოს 1-5-10 წუთი მაინც უნდა გამონახოს ადამიანმა, რომ იყოს მოწესრიგებული ფორმაში, რომ შემდგომ კომპიუტერთან და ტექნიკასთან ურთიერთობაში არ დაიღოს მისი აზროვნების, ასე ვთქვათ, სისხარტე და საჭირო სიღრმეები. რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური დისციპლინა გონებრივი სტაბილურობისთვის? ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მამა მაგალითად ძალიან სამაყო ვაჟკაცია, მე ძალიან ვაფასებ ჩვენ გვარში ერთ-ერთი წარმატებული და ცნობილი ადამიანი, სამართლიანი ვაჟკაცი. ერთხელ ცნობილი სპორტსმენები ყავდა სტუმრად და ახლა ფეხბურთში მის წარმატებებზე და დარტყმის ძალაზე ლეგენდები დადეს, მაგრამ აი ეს რეკორდი რო არის ფილმში, ეს იურაზე არაა გადაღებული, მაგრამ ნამდვილად რაღაც მსგავსი სიტუაციებია, რომ აი ყველა სპორტსმენზე, რეკორდსმენ სპორტსმენებზე შორს ისვრიდა ხოლმე ქვას, ასე თქვა ზღვაში და აი შედეგად აი მისი ყოველთვის აი ანალიტიკური მასალა, სპორტული მიმოხილვები იყო ძალიან საინტერესო და უფრო ახლო რეალობასთან, საქმესთან და შემდგომ მისი პროგნოზებიც ხშირ შემთხვევაში მართდებოდა. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო და პირიქით, რა თქმა უნდა, სულიერებაც განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელები, ძლიერები, ქვეყნის დაცვა შეგვეძლოს ვაჟკაცურად და ეს ურთიერთდაკავშირებული, ამიტომ აუცილებელიც მე ვიტყოდი. რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც დიდ დატვირთვის პირობებში მუშაობენ? დიდი დატვირთვა, იცით, მარტივი და რთული შრომა არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შრომა მნიშვნელოვანია და ინტელექტუალური შრომა ყველაზე რთულია, მიუხედავად იმისა, ერთი შეხედვით შეიძლება ახლა დიდი ტვირთების ზიდვა და ფიზიკური აქტივრობა არ უწევს გონებრივ მომუშავეს, მაგრამ უფრო მე ვიტყოდი, აი იწვება და იწვის თავისი, ასე ვთქვათ, გონებრივი გულანთებული
მუშაობით. ამიტომ ასეთ ადამიანს სჭირდება, რა თქმა უნდა, კარგი პირობები, შესაბამისი დასვენება და უნდა მიაქციოს ამას ყურადღება აუცილებლად თავადაც და საზოგადოებამაც უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ ინტელექტუალები ხელოვნურად კი არ მოვამრავლოთ, არამედ ის საჭირო რაოდენობა, რომელიც არის და ჭირდება საზოგადოებას, დაფასებული იქნეს სათანადოდ. აი, ამერიკის შეერთებული შტატების მე ხშირად ვბრუნდები, მაგრამ რაც წარმატებული ნამდვილად უნდა ითქვას, ცალსახად კანონზომიერება აჩვენებს იქ რაც უფრო განათლებულია ადამიანი, მით მეტია მისი შემოსავალი. სამწუხაროდ ისეთ საზოგადოებებში, სადაც ნაკლებად ყავთ ესეთი განათლებულები, ჩვენი საზოგადოება არ უჩივის ამ პრობლემას, პირიქით რაოდენობით ჩვენ არავის არ ჩამოვჩებით. აი იქ სამწუხაროდ პირიქით უარეს მდგომარეობაში არის ხოლმე ადამიანი, რაც უფრო განათლებულია, უფრო სასაცილო მდგომარეობაში ვარდება ხოლმე, ვინაიდან აი ესეთი ფენები, რომლებიც ნაკლებ ინტელექტუალური არიან, აყენებენ არახელსაყრელ მდგომარეობაში და ექსპლუატაციასაც უწევენ ასეთი შრომის ადამიანებს. და ეს ყველა დაუშვებელია. დავით აღმაშენებლის ეპოქა იმით იყო გამოჩინებული, რომ სწორედ ეს უნივერსიტეტების, აკადემიების ასე ვთქვათ, დარი ორგანიზაციების დაწინაურება იყო მთავარი პრიორიტეტი მაშინ და სტრატეგიაც სამხედრო მაშინ ჩამოყალიბდა ძალიან გონებრივი და ასე ვთქვათ, ასეთი გაერთიანებული ძალისხმევით. დავითის, რა თქმა უნდა, ლიდერობით, მაგრამ საერთო ძალისხმევა ძალიან დიდი იყო. ბოლო თემა გვაქვს ღირებულებები, რწმენა და პასუხისმგებლობა და კითხვა მაქვს, თქვენი ბიოგრაფია ერთიანობს მეცნიერებას, საზოგადოებრივ პასუხისმგებლობასა და სულიერ ცხოვრებას. როგორ ინარჩუნებთ ამ ბალანსს? ესე იგი ძალიან რთულია, მართალი ძალიან კარგი შეკითხვაა და სულიერებას არ უნდა მივაგლოთ პირველ რიგში არაფერი და ხშირად მოძღვრისგან კურთხევას ვიღებ ხოლმე, როცა ძალიან დათვირთული ვარ და ის ძალიან გაგებით უდგება ჩვენ საქმიანობას, მაგრამ ყოველთვის მახსოვს და აი ელემენტალურად აი პროგნოზს რო ვაკეთებთ ეკონომიკაში, აი თუ უფლის ნება იქნება, მაშინ განხორციელდება ჩვენი გათვლები. ამას ავიფიქრებთ ხოლმე და არასდროს არ ვენდობით იმ თუ გინდ ძალიან რთულ და სრულყოფილ მათემატიკურ აპარატს, იმიტომ რომ ხშირად ხდება აი ასეთი მაგალითი არსებობს, რომ აი ძალიან ცნობილი ასე ვთქვათ პოსტსაბჭოთა სივრციდან ნობელიანტი გახდათ ლეონტიევი, რომელიც შემდგომ ამერიკის ეკონომიკური ასოციაციის პრეზიდენტი გახდა, გააკეთა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზი 2000 წლისთვის და ყველა ელოდა რომ ასე ვთქვათ ასეთი ცნობილი მეცნიერი ძალიან ზუსტ გათვლებს გააკეთებდა. მაგრამ პოლარულად საერთოდ საპირისპიროდ მოვლენები განვითარდა, ვინაიდან მაშინ საბჭოთა კავშირი დაიშალა და საერთოდ სხვა სურათი დაიხატა მსოფლიოში. ამიტომ რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს გათვლები, თუ უფალმა არ ინება, თუ უფლის ნება არ იქნა, რო იტყვიან, ასე ვთქვათ, შეიძლება ყველაფერი საპირისპიროდ განვითარდეს. ამიტომ აი სულიერებასთან სიახლოვე ყოველთვის მისი გადაჭარბებულად, რა თქმა უნდა, ხსენება უსაგნოდ დაუშვებელიც არის, მაგრამ ყოველთვის ახლოს უნდა ვიყოთ უფალთან. ეს ახლა არ მინდა მე პროპაგანდად გამომივიდეს, მაგრამ ეს ყველაზე მთავარი ჭეშმარიტებაა. რა როლი აქვს ღირებულებებს ეკონომიკურ აზროვნებაში? ეკონომიკური აზროვნება ზოგს მიაჩნია არის აი თანხმრივად რაღაც პრაგმატული ზედმეტად და დაშორებული უფალს. მაგრამ მე აი როგორც კონკურენციის განმარტების დროს გიხსენეთ, აი ოჯახში ბავშვებს შორისაც კი რაღაც ჯანსაღი კონკურენცია არსებობს. ამიტომ თვითონ ბიბლიურ იგავებშიც უფალი მიგვანიშნებს, რომ აუცილებელია ასე ვთქვათ, თადარიგის დაჭერა, გეგმიურობა, მეურნეობრიობა და სათანადო დროს რაღაც ეკონომიკური სარგებლის მიღება, შესაბამისად რაღაცებზე უარის თქმა შეიძლება ზოგჯერ ჩვენს საქმიანობას გაფართოება სჭირდება რაღაც მატერიალური რესურსების მომარაგება, მობილიზება
იცვლება და ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც ესე ვთქვათ ძალიან ძუნწები ვართ და მომჭირნეები ვართ ზედმეტად. როდესაც რაღაც სტრატეგიაში ჩვენ საზოგადოების განვითარების ინტერესები გვაქვს, მაშინ მომჭირნეებიც უნდა ვიყოთ და გარკვეულწილად მნიშვნელოვნად უარის თქმაც უნდა შეგვეძლოს რაღაც სიკეთეებზე თუ რაღაც ხარისხოვანი სტრატეგიული ამოცანა ამას გვანახავს. ბოლო კითხვა მაქვს, რას ნიშნავს თქვენთვის ნამდვილი წარმატება? აი, ნამდვილი წარმატება მართლაც ახლა ადამიანის ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და ჩვენ ყველას გვეჩვენება, რომ აი რაღაც უსასრულოდ ვიქნებით და რაღაც ყოველთვის კარგად ასე არხეინად ვიარსებებთ, მაგრამ ვიცით, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და საერთო ჯამში წარმატებული მდგომარეობა ჩემი აზრით არის არა ის, რომ რაღაც ეკონომიკურ ძლევამოსილებას მივაღწევთ და თუ გნებავთ ბევრი შვილი გვეყოლება და რაღაც ისე თქვათ ლამაზი სახლი და მანქანები გვეყოლება. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ალამაზებს ცხოვრება, საჭიროა და არ უნდა მივეჩვიოთ ჩვენი უწმინდესი ლამაზად მოძრავს ხოლმე, რომ აი სიღარიბეში ყოფნას არ უნდა მივეჩვიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბი ადამიანი შეიძლება ძალიან ღვთისმიერი იყოს და ძალიან ამაღლებული და მნიშვნელოვანი, უნდა დავაფასოთ და მოვეფეროთ და რაღაც გვერდში დაუდგეთ, მაგრამ არ უნდა მივეჩვიოთ ასეთ ყოფა-ცხოვრებას. უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ წარმატებულები მატერიალური თვალსაზრისით, რომ მეტი სიკეთის თესვა შეგვეძლოს. მაგრამ საერთო ჯამში წარმატება მაინც მე ვფიქრობ არის ის, როცა ადამიანი მორალურად გამართულია პირველ რიგში და აკეთებს იმას, რაც ობიექტურად მიაჩნია სამართლიანად და მნიშვნელოვნად, როცა თავის ადგილს იპოვის ცხოვრებაში და ცდილობს, რომ იყოს ბედნიერი და გააბედნიეროს ადამიანი. უღრმესი მადლობა. მადლობა თქვენ, რომ ასეთი კარგი ადამიანი ხართ და ასეთ კარგ საქმეს აკეთებთ. დასასრულს და რაღაცა ჩემი მეგობარი კომპანია არის ჩემი ნიკოლო, რომელიც მევაკეთებ სულელოვან სანკლებს. თქვენ გაიხარეთ. ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზია. ვანილის არომატით არის. აღლოცოთ და გაგაძლიეროთ და სურნელებში და წარმატებაში გამყოფოთ უკან. მადლობა ძალიან დიდი. მომავალ შეხვედრამდე.